ზენონ კიტიონელისთვის კატასტროფა მისი ცხოვრების მთავარი საქმის საფუძვლად იქცა. მან სტოიციზმი ჩამოაყალიბა. ფილოსოფიური სკოლა, რომელიც მორალურ სრულყოფილებასა და დისციპლინაზეა ორიენტირებული. ეს სწავლება 1000 წლეულების განმავლობაში შთააგონებდა მსოფლიო ლიდერებს. სტოიციზმი არ ნიშნავს უტოპიას. სტოიკოსები რეალობას ისეთად იღებენ, როგორიც არის და პიროვნული განვითარებისკენ 4 იდეალის დახმარებით ისწრაფვიან. გონიერება, ქაოსის დროს ობიექტური და გონივრული არჩევანის გაკეთების უნარი. თავშეკავება, ბალანსის შენარჩუნება და ზომიერება ცხოვრების ყველა ასპექტში. სამართლიანობა, სხვების მიმართ სამართლიანი და ღირსეული მოპყრობა, მიუხედავად მათი ქმედებებისა. სიმამაცე, გონებრივი ძალა, რომ შეძლო პრინციპების ერთგულება ყოველდღიური სირთულეების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ სიმშვიდე ამ ფილოსოფიის შედეგია, თავად სწავლება ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ ხასიათის თვისება. სტოიკოსები მიიჩნევდნენ, რომ სამყარო მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ვრცელი ქსელით მოქმედებს, რასაც ლოგოსი უწოდეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები ხშირად ჩვენს კონტროლს მიღმაა, ჩვენი შინაგანი აღქმა და დამოკიდებულება მთლიანად ჩვენს ხელთაა. ალბათ ყველაზე პრაქტიკული მემკვიდრეობა გვერგო ეპიქტიტესგან, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩვენს ტანჯვას იწვევს არა თავად მოვლენები, არამედ ჩვენი შეხედულებები მათზე.